დაუბრუნდით პირდაპირ ეთერში პასუხი მერის ლას-ვეგასში მოგზაურობის ამსახველ რეპორტაჟზე თუ უგულავას მხრიდან თავის წინასწარ დაზღვევა. თბილისის მერია სტუდია GNS-ის ავტორ ნანა ლეჟავასა და მაესტრო ჟურნალისტ შალვა რამიშვილს პროვოკაციის მცდელობაში ამხელს. მიზეზი ისფარული აუდიო ჩანაწeriა, სადაც ამ დრომდე დაუდგენელი პირები შეპესე ჰერმესზე საუბრობენ და ლეჟავა რამიშვილის გვარებს ახსენებენ. მერიის მიერ გამოქვეყნებული მასალის მიხედვით ჟურნალისტებს შეპესე ჰერმესის საფლავების გადაყიდვაში უნდა დაედანაშაულებინათ. მიზანი კი მერიის დისკრედიტაცია და საზოგადოებაში მღელვარების გამოწვევა უნდა ყოფილიყო. ლეჟავა ამბობს, რომ შეპესე ჰერმესზე რეპორტაჟი არასდროს მოუმზადებია და არც ამ ეტაპზე გეგმავდა. სამაგიეროდ დღეს მეცხრე არხმა ის ადამიანი ჩაწერა, რომელსაც ცოტა ხნის წინ ბაბუის საფლავი გაუყიდეს. გიორგი ფუტკარაძე მუშაობს თემაზე. გიორგი, კონკრეტულად რა საუბრობენ ჩანაწერში და რა გამოხმაურება მოხდა ამ ფარულ აუდიო მასალას? დიახტამთა თბილისის მერიამ უკვე მიმართა მთავარ პროკურატურას, რათა გამოძიებული იქნას ფარული ჩანაწერი, რომელიც შეპესე ჰერმესის საქმიანობას ეხება. მერიის პრესპიკერი ბაჩო დოლიძე ამტკიცებს, რომ ჩანაწერის მიხედვით მზადდებოდა პროვოკაცია, იგეგმებოდა მასობრივი გამოსვლები და ამაში მონაწილეობას იღებდნენ ჟურნალისტებიც. ჩანაწერის მიხედვით საუბარია საფლავების გადაყიდვაზე და იქედან აღებული თანხების პირად ანგარიშზე გადარიცხვაზე. მივაწოდეთ ჩვენ თქვათ არსებულით ყველა ინფორმაცია, სადაც ჩანს, რომ ამ კონკრეტულ კანონო გეგმაში მონაწილეობდა სამწუხაროდ რამდენიმე ჟურნალისტი და ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალი ჩინოსნები. ეხლა უნდა გავაკეთოთ მაგრამ ეგეთი რაღაცა. და ტელევიზორში გავიდეს ესეთი მასალა, რომ ხალხი აბუნებს, იცვალებულებს, დაულობენ ამდენს მილიონებს, არის სხვა თანხები, სხვა ანგარიშებზე იქნება ფული, აპირებენ ამას, იყო ლაპარაკი, რომ აქ ხალხო მიაკეთებს პატრონოს საფლავებთან დაყიდული დაფრთხება და ამას ხალხი აიტაcs. პირდაპირ ლაპარაკია რა. ამას ხალხი აიტაcs ეთქოდა, იყო მე ხალვა იყო რამისია და ის რა. ნანა ლეჟავა მეორე მოაწყდა, რეპორტიო რაღაცა. ჟურნალისტი გამოძიება. დიახ, ჟურნალისტები ნანა ლეჟავა და შალვა რამიშვილი თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას აბსურდს უწოდებენ. ნანა ლეჟავა ამბობს, რომ სტუდია GNS-ზე მერიის მხრიდან თავდასხმები მას შემდეგ გახშირდა, რაც სტუდიამ თბილისის მერიის ლას-ვეგასურ ვოიაჟებზე სიუჟეტები მოამზადა. ეს არის უკვე მეორე წილისწავება. ამან მიიღო სისტემატური ხასიათი, აქედან გამომდინარე ჩვენ მივიჩნევთ, რომ აუცილებელია რეაგირება. ამიტომ დღეს მთავარ პროკურატურაში ჩვენ შეგვაქვს განცხადება. ძალიან სამწუხაროა, როცა გუგულავას ასე ეშინია, რომ სისულელებს ავრცელებს, ჭორაობს. არ ვიცი რა რეაგირება უნდა ქონდეს ვინმეს ამაზე. ცოტა ხანი დაველოდები და შემდეგ სასამართლოში უჩივლებ. მიუხედავად იმისა, რომ თბილისის მერია კატეგორიულად უარყოფს ჰერმესის მიერ საფლავების გადაყიდვის ფაქტს, მეცხრე არხმა ჩაწერა ადამიანი, რომელიც ამტკიცებს, რომ მისი ბაბუის საფლავი უკვე დაახლოებით 2 თვის წინ გაყიდეს და ამ ადამიანმა პოლიციას უკვე მიმართა. აი მაგ პერიოდში მარიამობიდან სვეტიცხოვლებამდე არ ამოვიდა, კაკრას აი მაგ პერიოდშია დაკრძალული ეს ქალბატონია დასაფლავებული თან მამაკაცზე. ყველაფერი გაგენდა. მაგ გარდაცვალების ცნობა ყველაფერი მაგ და გამოძიებაშია დიახ ყველაფერი. ეხლა უფრო კონკრეტულად, რა საქმიანობს შეპესე ჰერმესი, რა პრეტენზიები არსებობს მის მიმართ, რას ამბობენ ჟურნალისტები, რომელსაც პროვოკაციაში ადანაშაულებენ და რას პასუხობს შინაგან საქმეთა სამინისტრო მერიის გაკეთებულ განცხადებას და ასევე თბილისის მერის კომენტარი დეტალებით 9 საათზე. საფლავების გადაყიდვა და ფარული აუდიო ჩანაწერი. გიორგი ფუტკარაძე საუბრობდა პირდაპირ